დღეს ივანე ახალციხელის ქუჩის 50-მდე მაცხოვრებელმა საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები პრეტენზიას საკანალიზაციო სისტემის არარსებობის შესახებ გამოთქვამენ. ისინი ამბობენ, რომ 2 დღის წინ ქუჩაზე გზის მოასფალტების სამუშაოები დაიწყო, თუმცა საკანალიზაციო სისტემა კვლავ მოსაწესრიგებელია. შესაბამისად, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ გზის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა უქმად დახარჯულია. Ამდენი წლის განმავლობაში აქ არიგებოდა გზა, იმიტომ რომ ქონდა პასუხი ჯერ კანალიზაცია არ გაქვთ. გავიდა წლები და ეხლა გზას გვიგებენ და კანალიზაციას არაო და რა მნიშვნელობა აქვს მაშინ? ამ ქუჩის ძირითადი პრობლემა არის კანალიზაცია. თქვენ თვითონ ხედავთ ეხლა რომ ის რაც არის ტალახი გადმოდის ოჯახებიდან წყალი. ბავშვებს უწევთ ამ ტალახში სიარული, სად წავიღოთ ხალხო, რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, აუცილებლად გვჭირდება პირველ რიგში კანალიზაცია, შემდეგ გზა. გარდა საკანალიზაციო სისტემის არარსებობისა, ივანე ახალციხელის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ დასახლებაში არც ნაგვისურნები და არც განათება არ არსებობს. ნაგავი კვირაში ერთხელ მოდის, ზაფხულია. შუა ზაფხულში ერთი კვირა რომ ნაგავს სახში აჩერებ და მერე მოდის დიდი გაზი კი მოდის. იქ მამაკაცია დილას სამსახურში გადის, ქალია, იმას შეძლებს ის რო აწიოს, რა აწევს, ჩაიწუწება, გაირიცხება, დასაბანი გახდება ისევ, რა ვიცი. მაგარი სიბუძროე ამ უბანში. არ ვიცი ახლა ქალაქს ვეკუთვნით, სოფელს ვეკუთვნით, თუ რას ვეკუთვნით. მათივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. იმედი ქონდა რომ შეიძლება ის მთავრობაო და მოვაო და ვიღაცა მოხდავს, მაგრამ აგერ 3 წელი გავიდა თითქმის მე-3 წელი მიდის და ფაქტიურად ჩვენი პატრონი კაცი არ არის. ივანე ახალციხელის ქუჩის პრობლემების შესახებ უფრო ვრცლად ჩვენ დღის მთავარ გამოშვებაში 21 საათსა და 30 წუთზე კი ამბობთ.